ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი მისი არც ერთი ფორმით არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი. ივანიშვილის ფარას საქართველოს წინააღმდეგ ასზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ოლიგარქის რეჟიმს უარს ეუბნება. კანონპროექტი, რომელსაც არალეგიტიმური პარლამენტი მომდევნო კვირას დაამტკიცებს, ვერ უნდა შეეხოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ბიზნესს და ცალკეულ ადამიანებს. ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამერიკული ფარა ქართულად სიტყვით გადმოთარგმნა. თუ კი ეს ასეა, მაშინ ის ვერ გავრცელდება იმ ჯგუფებზე, რომელთა განადგურებასაც ამ ტრიუკით ოცნება ცდილობს. ამერიკული ინტერპრეტაციით და ამერიკული პრაქტიკით დამოუკიდებელ არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებზე ფარა არ ვრცელდება, ხოლო თუ ივანიშვილი აპირებს ფარას გავრცელებას ყველა ადამიანზე და ჩათulis რომ დაფინანსება ნიშნავს ვიღაცის მითითებების და კონტროლ ქვეშ საქმიანობას, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ რუსული კანონი გადაიფუთა, დამძიმდა და ეხლა უკვე უცხოური დაფინანსება ხდება სისხლის სამართლის დანაშაული, თუ შენ არ იტყვი რომ ხარ უცხო ქვეყნის აგენტი. თუ კანონი, რომლის ამოქმედებასაც აპირებენ ნამდვილად ამერიკულის ანალოგია, მაგალითად, ის არ შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს, რადგან ამ ორგანიზაციის ამერიკული ფილიალი ამერიკულ ფარაში არ არის რეგისტრირებული, როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის, ოცნებას პასუხები არ აქვს. საერთაშორისო გამჭვირვალობა ამერიკა შეყვანილი არის თუ არა ფარას მე ვერ გეტყვით, ამგვარად პირველი ტყუილია, თითქოს ეს არის რაღაც მტრული ქვეყნების თუ ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული კანონი, მხოლოდ მაგალითად საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც რეგისტრირებულია ესტონეთში, თქვენი აზრით ვის ინტერესების გამტარებელია? მათ შორის საია ფინანსდება ბრიუსელიდან. ამიტომ პასუხი იმ კითხვებზე, თუ რატო ხდებოდა პროპაგანდისტული მეთოდებით, დეზინფორმაციით საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰერჩინსკის. თუ ქართული ოცნება ამერიკულ ფარას იღებს, ის უნდა შეეხოს მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ მომუშავე აგენტებს, მაგალითად ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დოკუმენტებით საქართველოში რუსულ ინტერესებს სწორედ ოცნების ყოფილი მთავარი პროკურორი ატარებს რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით. ამერიკული ფარა არ ეხება ამერიკულ მედიას, შესაბამისად, თუ კანონი ამერიკულია, ქართული ფარაც არ უნდა შეეხოს ქართულ მედიას. წევი პირველი მოხდება? კიდევ ერთხელ ფორმულა მოხდება? კიდევ ერთხელ პასუხობ. ზუსტად როგორც არის ამერიკულ კანონში და როგორც მოქმედებს ეს ყველაფერი ამერიკაში, ზუსტად ანალოგიურად იქნება საქართველოშიც. ერთადერთი მოერგება ქართულ სამართლებრივ სივრცეს. კონკრეტულ მაგალითებს საერთაშორისო გამჭვირვალობა ამერიკა ამერიკულ ფარაში არ არის. ზუსტად როგორც არის ამერიკულ კანონში, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ანალოგიურად იქნება, როდესაც უკვე მესამე მოსმენით იქნება მიღებული. ამერიკული ფარას ბაზაში ვერ ნახავთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიებს, ვერც ადგილობრივს და ვერც საერთაშორისოს. მაგალითად, სიაში არ არის არც CNN, BBC და Deutsche Welle, თუმცა დარეგისტრირებულია Russia Today, როგორც რუსეთის პროპაგანდისტული ინტერესების გამტარებელი. ქართული ოცნების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ისინი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წინააღმდეგ აპირებენ ამ კანონის მიღებას, იმიტომ რომ რუსულმა კანონმა არ იმოქმედა და მათ სავარაუდოდ უნდათ გააგრძელონ ის გზა, რაც არის ჩაახშონ განსხვავებული აზრით, ჩაახშონ სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა, მედია ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც რეალურად საქართველოს დემოკრატიისთვის მუშაობენ. აქაც არის რეგისტრაციის მომენტი და რეგისტრაციის ვალდებულება, თუმცა როგორც იცით, ჩვენ არ ვაპირებთ სამოქალაქო ორგანიზაციები დავრეგისტრირდეთ იმ კანონით, რომელიც ჩვენ არ გვეხება. ივანიშვილის ფარას აღსრულებას ანტიკორუფციული ბიურო გაუწევს მეთვალყურეობას. პრემიერს დაქვემდებარებულმა სტრუქტურამ უნდა გადაწყვიტოს, რომელი ორგანიზაცია არის აგენტი. მას აქვს ბერკეტი დააჯარიმოს ან სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს კონკრეტული პირების წინააღმდეგ. კანონს თუ ვიღაცა ცუდად განმარტავს, თუ ვიღაცა ბოროტად გამოიყენებს, ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც იგივე ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობის წინააღმდეგ ცადა და კანონი ისე განმარტა, როგორც არც მისი შინაარსი იყო და ისეთ ქმედებები დააბრალა ორგანიზაციას, რაც მას არ ჰქონდა ჩადენილი და ამის გამო მას ყველაფერი დაუყადაღა, ყველაფერი არის მოსალოდნელი, მათ შორის კანონის ტექსტის პირდაპირ საწინააღმდეგო განმარტებაც და ამ სახით ბოროტად გამოყენება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ.
ივანიშვილის ფარას პარლამენტი მომდევნო კვირას მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ახალი რეპრესიული კანონი ძალაში ივნისის ბოლოს შევა. ორგანიზაციები, რომლებსაც პოტენციურად ეს კანონი შეიძლება შეეხოს, ამბობენ, რომ ყველა სამართლებრივ საფეხურს გამოიყენებენ ივანიშვილის განზრახვის დასადასტურებლად.